იყო დრო, როცა ქვეყნიერება ჯერ არ არსებობდა. არსებობდა მხოლოდ მუსიკა. ამ დიდი სიმღერის შემდეგ ღვთაებათაგან უდიდესი, მანუე, ილუატარის ნებას მიჰყვა და გახდა არდას დედამიწის პირველი მეფე. მისი ძელა ქარშია. ღრუბლებისკენ მოდის სიო, ბალახს არწევს და ცასა და ნისლში პოულობს სიხარულს. ფრინველები მისი მარჯვენაა, ყველა ფრთამოსილი მის რჩევას ემორჩილება. მანუეა არდას სუნთქვა, სულიმო ჰაერის მეუფე. მანუეს გვერდით მუდამ დგას ვარდა, ვარსკვლავთა დედოფალი. მის სახეზე ილუატარის ნათელი ცოცხლობს. როცა მანუე ზის ტანიკვიტელის ცოვნიან მწვერვალზე და გვერდით ვარდას იწვევს, მისი მზერა და სმენა აღწევს მთებს, ზღვებს და იმ ბნელ ადგილებსაც კი, რომლებიც მელკორმა დაჩერდილა. იგი მელკორს მუსიკის შექმნამდე იცნობდა და უარყო. მისი ძლიერებას მელკორი კი შიშით ხედავდა. ვარდას არსებობა ნიშნავს სინათლეს, იმედს და გზას სიბნელიდან. მანუე არის სული არდასი, ხოლო ვარდა მისი ნათება. ერთად ისინი ქმნიან სამყაროს სუნთქვას და ვარსკვლავების მელოდიას, ჰაერის ტალღებსა და ცის უსასრულო სიბრტყეში.